მე გახლავართ გია ყანჩელი, მუსიკოსი, ძალიან მეუხერხულება ხოლმე. თქვა რომ ვარ კომპოზიტორი, ვინაიდან ეს გაირკვევა დაახლოებით 9 საუკუნის მერე. აქ საერთოდ სიჩუმეა და ჩემთვის აი ამ სიჩუმეს და განმარტოებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. მაგრამ ჩემი გონებით, ჩემი ფიქრებით ისე ვაგრძელებ ცხოვრებას თბილისში, სადაც 51 წელი ვიცხოვრე. მე რო არ მუშაობდი, აქ რა გამაჩერებს. მე მუშაობ ყოველ დღე. ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ როგორც წესი 8-10 საათის განმავლობაში. როცა ვიწყებ დამთავრებული ნაწარმოების გაორკესტრებას, მაშინ შემიძლია ვიждდე დაახლოებით 12-14 საათი. არა მაქვს რაღაცა ნოსტალგია კინოში მუშაობისადმი, იმიტომ რომ აბა წარმოიდგინეთ 50-ზე მეტი ფილმისთვის მაქვს დაწერილი მუსიკა. მე რამოდენიმეჯერ მოვხდი აქ სამატროფოში და თითქმის დატოვებული მქონდა ეს ცუდი სოფელი, მაგრამ აქაურმა ექიმებმა და ძირითადად ჩემმა მეუღლემ, რომელიც იძახებდა სასწრაფოს, მივყავდი სამატროფოში. აი ესე რამოდენიმეჯერ დაუბრუნეს ჩემი თავი ამ ცუდი სოფელზე და აი ბოლოს რომ მოვხდი სამატროფოში, თხოვე ჩემს ახლობლებს და მომიტანეს სინთეზატორი. ცალკე პალატაში ვიცექი და იქაც მუშაობდი. მელის ორი პრემიერა უკვე დაწერილი ორი ნაწარმოების. ერთს დავარქვი მიდელჰაიმი. მიდელჰაიმი არის უბანი, სადაც ის კლინიკა, რომელშიც მე ჩემ თავს უბრუნებენ ამ წუთის სოფელს და მიუძღვენი მიდელჰაიმის კლინიკის ექიმებს. ამას წინათ დავამთავრე დედაენა ბავშვთა გუნდისთვის და ორკესტრისთვის. ერთადერთი ნაწარმოებია, რომელიც მე ამდენი ხნის მანძილზე ჩემ თავს თვითონ დაუკვეთე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ბედნიერებაა, რომ ჩემმა შვილიშვილებმა არ იციან ვინ იყო სტალინი, ვინ იყო ლენინი. მე მგონა რომ არსებობს მხოლოდ ორი ღმერთი. ერთი მავზოლეუმში და მეორე კრემლში. შევესწარი სტალინის უსაზღვრეს რეჟიმს და ეხლა ჩემი აზრით რუსეთი დაუბრუნდა ისევ იმ დროს, რომელიც მეგონა რომ სამუდამოდ გაქრება, მაგრამ არ გაქრა. ჯერჯერობით ეს სისტემა ადამიანების აზროვნებაში კიდევ არსებობს.
მე უკვე შეშვეული ვარ იმას, რომ ეს უნდა მოხდეს ერთადერთი სულ იმას ვნატრობ, რომ მოხდეს ისე, რომ არავინ არ შევაწყო. მე იმ მდგომარეობაში დავუბრუნდი ამ ცხოვრებას, რომ იმის მერე ვაგრძელებ საკმაოდ ინტენსიურ მუშაობას.